საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მახარაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს, თუმცა იგი ფიქრობს, რომ 6 მაისის ნაცვლად პოლიციის დღის 30 მაისს აღნიშვნა თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ მახარაძემ ნეპოტიზმის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, წამყვან პოზიციებზე არჩილ ხაბაძისა და მურმან დუმბაძის ახლობლები ინიშნებიან, ხოლო ძალოვანი უწყებები არა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებისგან მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს. პარლამენტარმა დღეს ჟურნალისტებს ის სია წარუდგინა, სადაც ნათესაური ნიშნით დანიშნულთა სახელები და გვარები იყო ჩამოწერილი. პარლამენტარის ბრალდებებს დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ნეპოტიზმის ფაქტები უფრო მასშტაბური ხასიათის იყო და ამის დასტურად იგი უახლოეს ხანებში სიის გამოქვეყნებას აპირებს. ჩემი დღევანდელი ბრიფინგი ეხება პოლიციის დღეს, თითქმის ერთი თვით რომ დაიგვიანა ამ დღის აღნიშვნა, გარკვეულად ეჭვიჩდება, რომ ხომ არ უკავშირდება ეს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს. საკადრო პოლიტიკა ეს აქაურებს ყოველთვის აწუხებდა სხვათა შორის, რომ თითქოს აქ კადრები არ იყვნენ, ძალიან ისეთი მეორე ხარისხოვანი კადრებიც კი თბილისიდან ჩამოყავთ და პირველ პირებზე ძალონებში საუბარი აღარ არის. თუმცა წინა ხელისუფლების დროს მოხერხდა, რომ შინაგან საქმეთა სამმართველოში თითქმის ადგილობრივი კადრები მე ერთ რამეს შევახსენებ, ვინც ეს განაცხადა, რომ მე როგორც მახსოვს, უმაღლეს საბჭოს დამლაგებელიც კი მისი ნათესავი იყო და გადავხედავ ჩვენ შევაგროვებთ იმ სიას, ვინც მის გარემოცვას წარმოადგენდა და უმაღლეს საბჭოში ასაქმებდა და სხვადასხვა სტრუქტურებში და ახლო მომავალში სიას გამოგვიხსენებთ, ეს დამშტავი უფრო იქნება და დიდი სია ვიდრე ჩემი მეგობრების.